ახალი წელი მხოლოდ კალენდრის შეცვლა არ არის. ეს არის წმენის, წელს-ჩვეულებებისა და თაობათა მეხსიერების გაგრძელება. გურიაში საახალწლო ტრადიციები განსაკუთრებული სითბოთი და სიმბოლიკით იყო სავსე. როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს წარსულში და როგორ ვინარჩუნებთ ამ მემკვიდრეობას თანამედროვეობაში. ამაზე ყველაზე უკეთ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში შეიგრძნობთ. გურიაში შობისა და ახალი წლის დადგობას განსაკუთრებული წესჩვეულებებით ეგებებოდნენ. ბეკულის, თოფის სროლის, გურული ღვეზლისა და სამოვაგით დატვირთული ხონჩის ისტორიას აგუნას გადაძახილთან ერთად ოზურგეთის მუზეუმის ფონდების მცველი მანალა ლომაძე გვიყვება. მაყურებლის თვალწინ კი ფოტოკადრები ცოცხლდება, რომელიც თითქმის საუკუნოვანია და კალანდის რიტუალს სოფელ ასკანაში ნაცვალაძეების ოჯახში აღწერს. 1951 წელს სოფელ ასკანაში ნაცვალაძეების ოჯახში სპეციალურად ჩამოსული იყო თბილისიდან ფოტოგრაფები რა თქმა უნდა და დადგენ ეს სცენა. ცეცხლის გარშემოვლად გალოცვა როგორ იყო და კერიის ქვა როგორ იყო რომ დიდ პატივისცემდნენ და კერია როგორ იყო გრძელი ქვა იყო და ოჯახის წევრები გარშემოუსხდებოდნენ და ყველაფერი ამ სამზადს აღშფოთებოდა. საშობაო სამზადისი რაში იყო? ძირითადად ბუდუა და ნათლიას ურთიერთობები იყო. ეს საშობაო ყველა მისის შობისთვის ამზადებდნენ ღვეძელს. ეს იყო ღვეძელი საუფროსო, საუმცროსო, რამდენიმე კეკლიანი, შუაზე გაჭრილი კვერცხი და ღვინო, სანთლის არახს, ყველაფერს მიართმევდა ბუდუას და ბუდუა ვალდებული იყო დაეპატიჟებინა ნათესაობა და აი რომ კიდევ იყო მუცლის სალოცავს რომ ეძახიან პატარა ბავშვები ეს ეხლა აღარ რა თქმა უნდა პატარა კოკრებს გამოაცხობდა დედა, დილით ადრე ბავშვს ადგებოდა და შემოავლობდა მუცელზე და ეთქოდა შენი სამჯერ შემოავლობდა შენი მუცლის სადგევარი აღმაქარს დაღმა წყალს და ესენი ერთი ფინჩხა ანუ ნამცეცი არ უნდა დავარდნილიყო იმიტომ რომ თუ ის ვინმეს მოკიდევდა იმის სადგევარი გადაეცემოდა თვითონ უნდა შეეჭამა რა თქმა უნდა ყველაფერი რა ვიცი ახალ წელთან დაკავშირებით ეს იყო ჩიჩილაკის აღთა ცხენლის ჭრის საღამო სალოცავი გობის ანუ მომზადება ფეხადობა და ფეხადი ორი იყო ჯერ ეს ერთი ოჯახის უფროსი რომ გავიდოდა და გაეტანდა ჩიჩილაკს და მარანთან მივიდოდა და აიჩოქებდა და ღმერთს მადლობა შესწირავდა და მშვიდობიან წელიწადს უსურვებდა და ოჯახის სიუხვეს და ჩამონათვალი იყო რომ ბეღელი ყურით სავსე, ჭური ღვინით სავსე. ეხლა რა თქმა უნდა ფეხადობა დღესაც შემორჩენილი რა ეს ტრადიცია რა თქმა უნდა. მუზეუმი მხოლოდ წარსულის საცავი არ არის. ის ცოცხალის სივრცეა, სადაც ტრადიცია ახალი თაობისთვის სულ სხვა მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს. ჩვენთან საუბრისას სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილის ხელმძღვანელი ირინა კალანდაძე. რამოდენიმე წელია უკვე აი ამ გურიაში შობისა და კალანდის ტრადიციებს ვაცოცხლებთ და მინდა გითხრათ რომ არ ნელდება ინტერესი წელს ვერ ვიტყვი რომ ნაკლები იყო ბავშვები მიუხედავად იმისა რომ 4-5 წელია უკვე ამ პროექტზე ვმუშაობთ ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება ფაქტურად ყველა სკოლიდან ჩვენი ქალაქის და რამოდენიმე სოფლის ბავშვები იყვნენ მოსულები და როცა ვსაუბრობდით აი მაგალითად საშობაო ღვეზელის ტრადიციულ რიტუალზე იქ რაც უნდა გაკეთდეს და ჩვენ გურულებმა ვიცით რომ რამდენი ბავშვიც არის ოჯახში იმდენი მუცლის სალოცავი ცხება აი მუცლის სალოცავი გაიკვირვეს ეს რა არისო ჩავატარეთ ის ვიზუალურად რიტუალი როგორც საჭირო იყო და ის ლოცვაც კი ჩაიწერა ერთმა ბავშვმა სიტყვა სიტყვით და აი აღფრთოვანებული წავიდა აქედან და მე ახლა ვფიქრობ რომ იმ ოჯახში აი ეს მივიწყებული ტრადიცია ღვეზელს აკეთებენ რა თქმა უნდა მაგრამ ის მუსლის სალოცავი რაღაცა გამორჩა დედას თუ რაღაცა ბავშვმა ვერც მიაქცია მას ყურადღება და ეს იყო მისთვის ახალი და დარწმუნებული ვარ რომ იმ ოჯახში აი ეს მივიწყებული ტრადიცია ისევ განახლდება და საახალწლო ტრადიციები წარსულიდან მომავალზე გადებული ხიდია. ხიდი, რომელიც დღემდე მტკიცედ დგას. არტ ჯუნიორელების ოზურგეთის მუზეუმში შესრულებული თანამედროვე ალილოკი ამის დასტურია.